დედა იყო ეგეთი, აი რაღაცა იცით როგორი ხალისიანი იყო, ახალგაზრდაც იყო, ალბათ ახალგაზრდა მშობელი იყო, დედა ჩემი ტოლა რო იყო და ორივე ვიყავით. არა, მაინც არ ვიყავით. ხო, რაღაცა ის რაც მაქვს. სახში ეკეთებდა ხოლმე მაკარონებს და ვიხაროდა. ყვაყოფილი, ანდრეც ასე ვიყავი, რა ვიცი. რაც მქონდა, იმით ყვაყოფილდებოდი. მაგრამ რაღაცა დროს ვეღარ გაუძელით ამ პირობებს, ხო? კი, ვერ გაუძელი ვალებს და გვაქვს. წუწუნი არ მიყვარდა, ხვდებით, წუწუნი გარეთ, ნუ ვინმესთან რო აი ესე მჭირს, ისე მჭირს, ცუდად არავის არ მეუბნებოდით. ჩვენს ქვაბში ვიხარშებოდი. მე მახსოვს, რომ სალომეს და სანდრას მამის რაღაც ავარიით დაიწყო, ხო, ეს პრობლემა, გასაკეთებელი მანქანები, ვალები, რაღაცა და ძალიან მართლა უზარმაზარი ვალი დაგვედო იმ წელს. ისე არ წახვიდოდი? რა ვიცი, არ მიფიქრია სიმართლე რო გითხრა. მეგონა რომ იქ გაუმკლავდებოდი, რაღაცას მივაღწევდი, მქონდა რაღაც აკეთებდით საქმეს, ხო, ეგრე მახსოვს. ჩვენთან ლაგოდეხში, სოფელში. ანუ სოფლის მეურნეობაა ჩვეულებრივად კი და არის შემოსავალი ახლა ესე არ არის ვიღაცაები წვალობენ, მაგრამ ვინც წვალობენ კი ოჯახი როცა ერთად მუშაობს იქ ჩვენთან წარმატებები აქვთ რა თქმა უნდა. ზუსტად ეკა მაგას ამბობ. ერთიანობა როცა არის კი, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი წვალობ ან ორი და დანარჩენები პირობად არ არიან, ვერ იცლიან, გასულები არიან, ამ შემთხვევაში რთულია, საკმაოდ შრომატევადია სოფლის მეურნეობა.